ღიმილის მომგვრელია მთელი ეს კამპანია და აჟიოტაჟი იმასთან დაკავშირებით, რომ ოცნება ებრძვის კორუფციას. მაშინ, როდესაც გამოკვეთავ ლილუაშვილი ღარიბაშვილის კლანს და მათთან დაკავშირებული ადამიანების კორუფციულ სქემებს და არ საუბრობ კობახიძე კალაძის კლანზე, არ საუბრობ იმაზე, რომ თბილისის დღეს მართავს კორუფციის სიმბოლოდ დასახელებული კახი კალაძე, ჩემი აზრით ეს არის ფსევდობრძოლა კორუფციასთან და ახლა ძალიან ბევრი პოსტი გვხვდება თუნდაც სოციალურ ქსელში კორუფციის შესახებ კანონის ცვლილებასთან დაკავშირებით, რომელიც ინიცირებულია ამჟამად პარლამენტში და აქაც მრავალწლიანი დეკლარაციების შევსებით ფიქრობენ, რომ დაამარცხებენ კორუფციას, მაშინ, როდესაც ელემენტარულად თუნდაც ბატონი ღარიბაშვილის შემთხვევაში ვერ გავიგეთ იმ თანხის წარმომავლობა, რომელიც ამამ საჩუქრად გადასცა. ანუ მაშინ, როდესაც საუბრობთ იმაზე, რომ კორუფციას ვებრძვით და ამას მრავალწლიანი დეკლარაციებით ვაპირებთ და არ ვაპირებთ იმ ადამიანების მხრიდან დეკლარაციების შევსებით, რომლებიც არიან ამ კორუმპირებული ადამიანების უახლოესი ნათესავები. აქედან გამომდინარე, ყველა ის ცვლილება, რომელიც ამ მიმართულებით მიმდინარეობს, ყველა ის ქმედება, რომელიც კორუფციასთან ბრძოლის სახელით იდენტიფიცირდება დღესდღეობით ჩვენს ქვეყანაში, რა თქმა უნდა, არის მხოლოდ და მხოლოდ კლანური ბრძოლები და ხალხისგან მოპარული ფულის გადანაწილება და კიდევ ახალი 20-25 ოჯახის გაჩენა ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც სარგებლობენ ხალხის მიერ შეტანილი გადასახადებით.